ან მოიყვანონ აქ დასჯონ თუ არა და ეგრე ძესია რომ გაცი მოგლა დავიდეს აზერბაიჯანში იცხოვროს რესტორნებში ოტელებში დრო გაატაროს ეს გვინდა რომ ჩვენც მოვგლათ ის მოვიდით აქ საქართველოში ვიცხოვროთ. სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 3 თვის წინ მოკლული ილკარ მურადოვის ოჯახის წევრები მკვლელობაში ეჭმიტანილის ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზ მუსაევის აზერბაიჯანიდან ექსტრადაციას და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ისინი სამართალდამცავებსაც ადანაშაულებენ. მათი თქმით მკვლელობის დროს საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მუსაევის შემთხვევის ადგილიდან ისე გაუჩინარდა რომ არ დაიჭირეს. იქ პატრულები ყოფილა გულელი აი დავიდა ბიჭი მოგალი დავიდა მიდი დაიჭირა არ დაიჭირებენ იქვე რომ დაიჭირებდა ეს გაქცეული არ აქონდა და არ იქნებოდა და არ დაიჭირი მღამეთ ემძუთში არ დაიჭირე პატრულებმა ჩემ ბიჭი უთხრა რომ მიდი დაიჭირეთ არ დავიდნენ ეს ჩემ ბიჭი და ადგა ამას ლანძღა პოლიციებს რათლა მალანძღეო მოვიდა დუბიგი ეგრე დაარტყა ჩემ ბიჭის კისერზე ჩემ ბიჭი კიდე დაბლა დაეცა გონება დაგარგა მერე ადგა მერე მეორე პოლიცია მოვიდა კიდე ერთი სილა დაარტყა მის პირში რათლანძღე ჩემ ბიჭი კიდე შეშინდა და გაიქცა 35 წლის ილკარ მურადოვი 1 სექტემბერს ლილოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ რესტორანში მოკლეს, თუმცა ოჯახის წევრებისთვის მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. დალიეთ და იქეიფეთ და ბოლოში ეს ნიაზი დასული ყოფილა. ერთ საათზე კიდე ჩამოვიდა იმ ბინაში. მოვიდა და პირდები ჩემბისთა მოვიდა. უთხარი ბიძაო, ერთი ჭიქა აღვინე დალიეო. იმას ღვინის მაგრივია ჭიქაში რა ოცი მე აიღე და დაარტყეთ გულში. ილკარ მურადოვის ახლობლები მკვლელობაში ეჭმიტანილ ნიაზ მუსაევს მკვლელობის ღამიდან ეძებდნენ. იგი ლილოდან მიიმალა. მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში ნახეს. მათივე ინფორმაციით მუსაევმა პოლიციას ფული გადაუხადა და ამ გზით მოახერხა საზღვრის ისე გადაკვეთა, რომ ოფიციალურად არსად დაფიქსირებულიყო. მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მუსაევს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ახლა აზერბაიჯანში თავისუფლად გადაადგილდება. ჩვენ ვთქვათ, საიდან წავიდა ეს გაციო? იქა დამოშნეთ წავიდა იმ ღამე დასული არ არის ეს. მას საიდან წავიდა ეს იმის პასპორტი იქ შესული არ არის. ვინ წაიყვანა მეთქი? იქ ალბათ ფული მისცა და დამოშნაში ეგრეთ წავიდა. იცი როგორ წასულა დექიდან ფული მისცა გადავიდა იქით. ილკარ მურადოვის ოჯახის წევრების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართველი სამართალდამცავები ნიაზ მუსაევის გადმოცემის შესახებ აზერბაიჯანის პოლიციას არ მიმართავენ, მკვლელობაში ეჭმიტანილს თავად გაასამართლებენ. გაცებს არ გავშვები მასთან მე მოვგლავ. მოვალ და აქ საქართველოში ვიცხოვრებ კარგად მე